ოპოზიცია ერთ მუშტად შეიკრა. გაერთიანდა. მე რამდენად go Power Rangers და აი ჩერგოლეშვილი და გვარამია ეხლა ესენი შემოვიდნენ ასპარეზზე, გაიგე? და ეს რაღაცა ირანის ომები რაღაცაა. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო ეხლა. აი ამით გადარჩება საქართველო. რა დროს ირანი? 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. და 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს შევიკრიბებით თბილისში. ეროვნულ მობილიზაციას ვიწყებთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად. სამართლიანობის დასამკვიდრებლად. ევროატლანტიკურ ოჯახში ჯერ მოდი ხორუმი რო დაადეს. ჯერ მოდი, აი ამათ წqint ხოლმე ნაცებს ნუ გვეძახით. ბიჭო, ერთი კაცი არ იყო, ვინც ნაცებში არ იყო ადრე. აი პირდაპირ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში მაგათ ხელისუფლების ყოფნის პირობებში აი ერთი კაცი არ იყო, ვეღანაცი. რას ქვია ნაცები არ არის? ახალი დასაწყისი. მოდი უფრო თავიდან დავიწყო. ახალი მოდი სისხლი. უფრო თავიდან. ეს ხო ხდება, ეს კადრი ხო არის და მე მაინც მინდა გავიხსენო, მე მაინც მინდა მოვიკითხო ის მოვლენები, როცა ჩვენ გვიტევდნენ ოცნების ხალხი, როცა ჩვენ ნაცებს დამთავრებენ. არავითარი ნაცების დამთავრება ხალხო არ ხდება. და რას ლაპარაკობთ კომისია მუშაობ? დაელოდეთ ჯერ კომისიას. რას ლაპარაკობთ მარტოებისგან განთავისუფლება დასავლეთი აკავებდა ქართველო ერო ეს აწავით. დაველოდეთ ხალხო, აი რო გეუბნებოდით რომ დაელოდეთო, ხო? დაველოდეთ. აი ხო, აი დაველოდეთ და 26-ში რა, ეს საქმე არ არის, კაცო, აი გაერთია. დაველოდეთ კი არა. აი ნაცების დამთავრების ლოდინში დავბერდი. გაიგე დავბერდი. ხო, ეგ ანუ აღარა ვარ, ახალგაზრდა ვიყავი და აღარა ვარ. ბავშვები გაგვიჩნდა, რაღაცა ცხოვრებამ გაიარა. რაღაცა აი 2012 წლიდან ნაცები უნდა დამთავრებული. იდა აი 2026 მანდედან უნდა დავიწყოთ, არა, მანდედან უნდა დავიწყოთ. აი თუ ვიწყებთ, ეგ არის სათქმელი რომ სად არის ის ხალხი? სად არის ის ხალხი, ვინც იძახდა რომ აგერ განთავისუფლდა ოცნება დასავლეთისგან, ეხლა გაასამართლებენ, ეხლა დაიწყება. მე ვინ უნდა მოვიკითხო გეტყვი რა. 2024 წლის არჩევნების წინ მე ჩავწერე ეგეთი ვიდეო, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვეუბნებოდი, რომ ხალხო, ეხლა რომ გეუბნებიან, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ და 2024 წლის არჩევნებს მოვიგებთ და ნაცებს დავასრულებთ, ხალხო გალოხებენ. აი ეს სიტყვა ვიხმარე და ესე აბაზვირთ და ოცნების მხარდამჭერთა კოჰორტა და რა იყო პრეტენზია რომ რატო მაგ სიტყვას რატო ხმარ რას ქვია კაცო გვალოხებ რა ბიჭო ნახე 2024 წლის არჩევნები მორჩა 2025 წლის არჩევნები მორჩა 2026 წელი არის და ეს არის ეს კლიპი ეს არის კლიპი და ეს რა ხდება ეხა უყურე 2025 წლის არჩევნებზე ხო გამოვარდნენ კოლექტიური ეს უნდა ავანთო თუ რაღაცა რა აი ეს ამაზე მაქვს საუბარი რა აი ხო ანუ 25 წლის არჩევნებზე ესენი ხო გამოვარდნენ მაშინაც თარიღი იყო 24-ის 25-ის არჩევნებსაც ვამბობ მე უცეც ხო 25-ის არჩევნებზე ესენი გამოვარდნენ ჩვენ ახლა დავამხოთ თავრობას ეს არის რევოლუცია და 4-ში რომელიც არჩევნების დღეა და ხმა ხალხი ხმის მისაცემად მიდის და რომ დაიბუსტოს ოცნება 4-ში, ამიტომ გამოვარდნენ ღობე რომელიც გადაჭრილი სამ ადამიანმა რომელიც გადაჭრილი არ უნდა ამას ბევრი გადაჭრილი ღობე რა თქმა უნდა მოწყდებოდა ხო სამ ადამიანმა ასე რომ გადაწყდა რო გადავარდა ის გადაჭრილი ღობე რამდენიმეგან იყო გადაჭრილი და რო დაეცა კიდე გადაიხსნა შუაზე ხო მერე
ეს ხალხი იქ ვაიმე ეს სკანდალი ეს რევოლუცია ხალხი ატა ბურჭულაძე გადატრიალებას აწყობს ხალხო გავიქცეთ ოცნებას ფურცელი აჩვენეს ეს всё ეს მთავრობა აღარ არის მთავრობა უკვე აღარ ყავს ხო ეს ამ სიტუაციაში ვიყავით ვიღაცებს ამის ჯეროდათ ჩვენ ვიძახდით რომ ხალხო გალოხებენ ხალხო არ შეიძლება ყველაფრის დაჯერება რაღაცას ეჭვით ხო უნდა შეხედო ეჭვის თვალით არა რამეს ეს ამის ვიღაცის ჯეროდა და დღეს ვართ სიტუაციაში სადამდე მოვედი აი უყურე აი ეს ყველაფერი ხო გაერთიანდა აი ეს ყველაფერი ხო ვიღაცებს ჯერა აი ამთავრებენ რევოლუცია ხდება ვაიმე დროზე ეხა დაუდგეთ ოცნებას აი ვიღაცებს ხო ამის ჯერა ეხა სად ვართ გაერთიანდა ნაციონალური მოძრაობა ისევ გამოვიდნენ ციხი ვინ გამოუშვა ჯერ გამოვიდნენ გაერთიანდნენ ეხლა ისინი და ვიწყებთ ხალხო გელი და კრავი ეხა ის ხალხი მოდი გულახდი ჩერგოლეიშვილი და აი მოდი ეხა გულახდილები ვიყო პოლიტიკას აკეთებენ ხდება ის ხალხი ხო ისევ ამათ დაძახილზე ხო გამოვა ვიღაც ხალხი ის ხალხი გამოვა ქუჩაში რა დროშას ევროკავშირი რაღაცა მე დასავლეთი მინდა მე ჩემში ვერ მოკლავთ ევროპას რაღაცა ვიღაც ხალხი გამოვა ხო ეს ოცნება ვაიმე ხალხო ნაცები ბრუნდებიან ვიღაცები გამოვარდებიან მე ის ჩვენ შემოგვიტევენ ეხლა მაგის დროა ვიღაც მაგას გვეტყვის ეხლა თქვენ რეებზე ლაპარაკობთ ნაცები ბრუნდებიან ვიღაცა ჩვენ შემოგვიტრიალდება ხო ეხლა უნდა დაუდგეთ ყველა ოცნებას გვერდში აი ამას იტყვიან ვიღაცა და მე ესე მივა ხო ესე მივა არჩევნები არა გეგმა არის შემდეგი აი სრულიად ნათელია ნახე რა ხდება ბიჭო ეხა შუქი გაძვირდა საჭმელი გაძვირდა ბენზინი გაძვირდა ინტერნეტი გაძვირდა ეს მანქანები ხალხს წავართათ მიგრაცია უფლება რომ მარტო დიდრებს და ოცნების ხალხს ყავდეს მიგრაცია მიწები იღიან დემოგრაფიას დედააგნატილები ხალხი გაედინება და ნუ რაღაცა არავის არ სიამოვნებს აქ უკვე ყოფნა და ბიჭო ნუ მთავრობას შემაწუხებელი გახდა რა რაღაც მოთხოვნები წამოყენებადი ხდება და როგორ აი რა უნდა გავაკეთოთ და ნაცები ბრუნდებიან ხალხო იმასავით ისე მაღაზე უნდა გადავიდეთ ჩვენს და მე გეტყვი მიდი კიდე დავამატო აი 100%-იანი ეს სიამდვილეში ეს მოხდება ეს ვიღაცას აი მე მოგვიწევს ამის ანთება აი დავამატებ ეხა ომი ხდება ეხა უკვე კიდე ომში ვაიმე ეხა ომში ვითრები ესენი შეეცდებიან მაგას ხო ანუ ეხა იქ გამოვარდება ვიღაცა იქ იყვირებს ვიღაცა რაღაც შეღებილთმიანი ვიღაცა იყვირებს ვითომ ეგ ხალხი არ არის დაალაგებული ქართულ ოცნებასთან ვითომ ქართულ ოცნებას საფრთხე უდგას ვიღაც შეღებილთმიანი გოგო ბიჭებისგან სურათი ეგრე დაიხატება და გამოვარდებიან მე ეს ოცნების ხალხი და ვაიმე ხალხო ეს აი რა გამაგებიეთ იცი მართლა სერიოზულად კითხვა მაქვს რა ანუ ნიკა გვარამია თამარ ჩერგოლეიშვილი და ზურა გირჩიჩაფარიძე შეირწყნენ ხა ერთ პოლიტიკურ ექსტაზში და არიქა ხალხო ამათ გადატრიალება არ მოახდინონ ოცნებას დაუდევთ გვერდში ანუ მე რამდენად უნდა ჭამოთ ხალხო ეგ აი მე უკვე ის კი არა მაქვს რა რაღაცა აუხსნა მე არ მგონია რომ ეხა ვიღაცა ამას თუ გაგება უნდა ვერ ხვდება რა მაინტერესებს მართლა რამდენი არჩევნები უნდა მოხდეს კიდე რომ ერთი და იგივე რაღაცაზე ერთი და იგივე სისულელე არ გააკეთო და კიდე რა არის იცი აი აქ შემდგომში ვიღაცებს არ ესმით და შეცდომას რაში უშვებენ იცი შეცდომა არის მდგომარეობს იმაში რომ ვიღაცებს გონიათ რომ ოცნება უპირისპირდება დასავლეთი რაღაცას აძალებდა ოცნება უპირისპირდებოდა და ეხა განთავისუფლა და ეხა ოცნებას რა ვიცი ის ნაცები პრობლემა რა მდგომარეობს იცით
საფრთხე მომდინარეობს, მეგობრებო, თლიანად თვითონ ოცნებიდანაც მომდინარეობს. ეს დასავლეთი რაღაცას რო ზეწოლა სახდეს საქართველოს. ეგ ზეწოლა ისე კი არ გამოიყურება, რომ ვიღაცა ქუჩაში არის ვიღაც საპროტესტო ტალღა. ეგ ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თვითონ ოცნებაა მოწყვლადი. თვითონ ოცნება შიგნით არის ზეწოლაზე დამორჩილებადი ხალხი. ეგ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, თორე ამ ქვეყანაში ვიღაცა იმითი, რა ქვია, აქცია გამოდის და ეგრე ნუგჯერა ჩვენ რომ აი როგორც ირანის მთავრობაა, ხო იცი? ეგრე კი არ არის საქართველოს მოწყობილი, რომ ირანის მთავრობას ავიდა, ბომბავენ და აქ ვიღაც მოკვდა და სხვა მოვიდა და ისიც არიხებს უკვე. ეგეთი ქვეყანა კი არა ვარ. ვინც მთავრობაში დგას, ზეწოლა იმაზე რომ განახორციელონ, თვითონ ის არის ზეწოლაზე მოწყვლადი. ამიტომ მთელი უბედურება არის მაგაში. ეს პროცესი ეხლა რაც ოპოზიცია იკვრება. და რაც სინამდვილეში ეს სურათი ერთი და იგივე მეორდება, ხო? ხალხი შეცდომას უშვებს მანდ. ხალხი თვლის, რომ ეს სისტემა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ეს სისტემა რაღაცა დაპირისპირებაა, რაღაცა ერთმანეთს ჭამენ, იმათ დასავლეთი აფინანსებს და ეს ოცნება უძლებს მთელი იმისავე, რომ დაბომბო გაუძლო. ვიღაცა ასეთ სურათს აღიქოს და სინამდვილე არის ესეთი. აქ საქართველოში ეს სისტემა ჩვეულებრივად ერთმანეთთან არის გარიგებული. ეს სისტემა არის შემდეგი და მოწყვლადი არის თვითონ ოცნება. ოცნებაა გარე ზეწოლაზე მოწყვლადი. და ჩვენ თუ ქვეყანა მთლიანად ისეთ ფორმაზე არ გადავეწყეთ, რომ მოწყვლადი აღარ ვიყოთ, აი მაგალითად ირანი იმიტომ უძლებს, რომ რელიგიური იყოს სწორი, არა? ირანი არ არის ისეთი სახელმწიფო. ირანი რო იყოს მაგალითად საქართველოსნაირი სახელმწიფო, იმის ლიდერს ზეწოლას რომ მოუხდნენ და დანებდნენ.